მოგესალმებით მეგობრებო, მე არჩილ მაისურაძე ვარ. ვაგრძელებთ მოგზაურობას და ტურისტულად ნაკლებად ცნობილი ადგილების თქვენთვის გაცნობას. დღევანდელი გასვლა მთიულეთში შედგა, სადაც მთიულეთის ყველაზე ძველი ეკლესია უნდა ვნახოთ. ეს ვაშლობის ბაზილიკაა, რომელიც ადრე შუა საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი მდებარეობს სოფელ ვაშლობში. ხეობა აქ ულამაზესია, მდინარე კი ცივი და კამკამა მოედინება. მაცხოვრის სახელობის ეკლესია მდებარეობს გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, არაგვის მარცხენა შენაკადის ჯუღისის ხეობაში. ეკლესია ორი მდინარის შესართავის ადგილას მაღალ გორაკზეა აშენებული. წლამდე ჩანდა საკურთხევლის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა სალოცავად იყენებდა. ეკლესიის გაწმენდა 2017-21 წლებში განხორციელდა. აღნიშნულ პერიოდშივე მოხდა არქეოლოგიური შესწავლა, რასაც ეძღვნება გიორგი ლაღიაშვილისა და ქეთევან დიღმელაშვილის სტატია. ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა მოგვიანო პერიოდის სამხრივი გარშემოსავლელით. ეკლესია ნაგებია ადგილობრივი კლდის თითქმის თანაბარი ზომის ნაწილობრივ დამუშავებული ქვით. კონსტრუქციული დეტალები კი შირიმის თლილი ქვითაა ნაწყობი. ქვის ჰორიზონტალური წყობა მკაცრადაა დაცული. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. სამხრეთი კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. ტაძრის კედლები სრულდებოდა შირიმის ასიმეტრიული ნახევარწრეებით შეკბილული ლავგარდანით, რომლის ნაწილები ტაძრის აღდგენისას კედლის ინტერიერისა და სვეტების წყობაში ჩაუყოლებიათ. ტაძარი ფიქლით ყოფილა გადახურული. ცენტრალური ნავი გვერდითა ნავებზე თითქმის 6-ჯერ განიერია. გვერდითა ნავების სიგანე მხოლოდ 76 სანტიმეტრია. ნავები ერთმანეთისგან ორი წყვილი სწორკუთხა საფუძველზე დაყრდნობილი გეგმაში ჯვრული მოხაზულობის ბურჯითაა გამიჯნული. ბაზილიკას ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან მოგვიანებით მიშენებული გარშემოსავლელი ჰქონია. იმის გამო, რომ ტაძრის მშენებლობის დროს არქიტექტორს მთლიანად ჰქონდა ათვისებული ბორცვის თხემი, გარშემოსავლელის მშენებლობისას ჩრდილო-დასავლეთი კუთხის ამოსაყვანად საჭირო გამხდარა ხელოვნური საყრდენის შექმნა. როგორც აღინიშნა 2017 წლამდე ბაზილიკა თითქმის სრულიად იყო დაფარული ნანგრევი ფენითა და ხემცენარეებით. ჩანდა მხოლოდ საკურთხევლის ზედა ნაწილი და სამხრეთ-აღმოსავლეთის სვეტის მცირე ნაწილი. ტაძრის გაწმენდის დროს გამოვლენილმა არქეოლოგიურმა ფენებმა და არტეფაქტებმა კარგი საფუძველი შეუქმნა მეცნიერებს ტაძრის პერიოდიზაცია ქრონოლოგიის საკითხის გარკვევისა და მისი ისტორიის შევსებისათვის. ტაძრის ინტერიერის გაწმენდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საკურთხევლის იატაკის დონე საკრებულოს იატაკთან მიმართებაში 3 საფეხურით, ანუ 90 სანტიმეტრის სიმაღლეზე იყო აწეული. ტაძრის იატაკის დონეზე მოპოვებული იქნა კედლის შელესილობის ფრაგმენტები, ფრესკების კვალით. აქედან ცხადია, რომ ტაძრის ინტერიერი მთლიანად უნდა ყოფილიყო მოხატული.
ტაძრის ინტერიერში წარმოდგენილი ნანგრევი ქვაღორღის კონგლომერატი შეიცავდა სასუფრე, სამეურნეო და სამზარეულო კერამიკის ფრაგმენტებს. განსხვავებული ხასიათის არქეოლოგიური მასალა იქნა მოპოვებული ტაძრის ჩრდილოეთის პასტოფორიუმის გაწმენდისას. აქ იატაკის დონეზე მოპოვებული იქნა თხელკედლიანი, ჩალისფრად გამომწვარი სასმისების ფრაგმენტები. თაღოვან სათავსში ნანგრევი ქვაღორღის შრეში მოპოვებული მონეტა თანმხლებ კერამიკას მე-14 საუკუნის დასასრულითა და მე-15 საუკუნის პირველი ნახევრით ათარიღებს. უნდა აღინიშნოს, რომ თაღოვან ეკვდერში მოპოვებული მოჭიქული ჯამის ანალოგები დადასტურებულია ამიდასტურის სამაროვანის მე-14 საუკუნით დათარიღებულ სამარხშიც. ამრიგად ვაშლობის ბაზილიკა წარმოადგენს ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანეს ძეგლს. გაწმენდილი ეკლესიას კი აუცილებლად ყურადღება სჭირდება დღესაც, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისევ ხელმცენარეები გადაივლიან. მე კი ვაშლობის ბაზილიკიდან არაგვისა და ქსნის ხეობის წყალგამყოფ ქედზე ავედი და აქედან გადაღებული ულამაზესი ხედებით დაგემშვიდობებით.